მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა აზროვნების თავისუფლება. დღეს ჩვენ გვექნება იმ საჯერბოროტო საკითხებზე საუბარი, რომელიც ჩვენს პირობებში და ჩვენს ვითარებაში მიმდინარეობს. გახლავთ ყველაზე ფაქიზი, ყველაზე გასაფრთხილებელი სეგმენტი ჩვენი საზოგადოებისა, სტუდენტობა, უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და ის პროცესები, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ხდება. თუ გნებავთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების მაგალითზე. ამიტომ ჩვენი თემა დღევანდელი იქნება სწორედ რომ სტუდენტობა სწავლის პროცესში და მათთან ურთიერთობაში ხელისუფლება, ანუ რექტორატი. ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის კი არა, რომელსაც ეს პროცესები მიმდინარეობს და აგვიხსნა რა ხდება, იმიტომ რომ მედიამ ძალიან დიდი დრო დაუთმო, არამედ იმ უნივერსიტეტის რექტორი, სადაც სტუდენტებსა და რექტორატს შორის არის მჭიდრო ურთიერთობა და აგვიხსნის ალბათ როგორ ახერხებენ იმას, რომ სიმშვიდე იყოს, სისწნარე იყოს და სასწავლო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი მომკა თავხელიძე ამ უნივერსიტეტს იცნობენ როგორც ალმა მატერი, ესე იცნობენ დღემდეც და ალბათ ესე იქნება ყოველთვის. მართლა არის ესეთი უნივერსიტეტი, ბატონო მომკა, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა, რომ აი ამ თემაზე სასაუბროთ თქვენ მოგძანდით და მინდა გითხრათ, რომ თქვენი უნივერსიტეტი იმ პერიოდში, როდესაც აბობოქრებული იყო სტუდენტური ისა, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მასპინძელიც კი იყო და ეს ძალიან მომეწონა. სანამ ამ თემამდე მივალთ, იქნებ გითხრათ, რა ხდება თქვენს უნივერსიტეტში, როგორ ახერხებთ ამ სტუდენტებისა და ამ რექტორატის ურთიერთობებს და როგორ ახერხებთ იმის განხორციელებას, რომელიც თქვენ თქვით თავიდან, რომ ეს არის უნივერსიტეტი სტუდენტებზე და სწავლაზე ორიენტირებული. მადლობთ მოწვევისთვის. თუმცა თემა საკმაოდ გრძნობიარეა საზოგადოებისთვის და ძალიან ფაქიზია და ალბათ მეც და ჩვენს გმართებს ზოგადად რომ ფაქიზად მივუდგეთ აი ამ საკითხებს. წამოვწდა ეს სიტყვა ფაქიზა და სწორედ პასუხი თქვენ შეკითხვაზე ის არის რომ ფაქიზად უდგებით ჩვენ სტუდენტების ცხოვრებას, საქმიანობას, მათ პრობლემებს პირველ რიგში და ალბათ ეს არის მიზეზი იმისა რომ ისინი სწორედაც რომ ალმა მატერად მოიხსენებენ ამ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ეს არ არის თავსმოხვეული, ხელოვნურად მოხვეული სიტყვა, ამას გრძნობენ ალბათ, მე ხა ცოტა გამიჭირდება მათმაგევრად საუბარი, მაგრამ ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ესეთი ურთიერთგაგების ატმოსფერო არის ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტებსა და რექტორატს შორის. პრაქტიკულად არ არსებობს პრობლემა, არ არსებობს საკითხი, რომლის მიმართაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციამ, რექტორატმა თავისი გაგებით არ მოეკიდოს აი ამ პრობლემებს და პრაქტიკულად ყველა ის საკითხი, თუნდაც ეს ფინანსური საკითხი იყოს, რომელიც დგება ჩვენ წინაშე ხოლმე სტუდენტების მხრიდან, პრაქტიკულად ყველა კმაყოფილდება, რა საკვირველია კანონმდებლობისა და იმ პოლიტიკის პარალელში, რა პოლიტიკაც უნივერსიტეტს აქვს. იცით, ახლა მე მინდა რომ ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს უთხრა, რომ კარგად იციან ჩვენ ნომერი 2-388-105 და ასევე ობიექტივი 2 შეიძლება შემოვიდნენ ეთერში, იმიტომ რომ ყველაზე მართლაც ფაქიზი თემაა სტუდენტებთან ურთიერთობა და არა მხოლოდ რექტორატის მხრიდან, არამედ საერთოდ საზოგადოების ხელისუფლების მხრიდანაც და მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ როცა 4 მარტს მე გადაცემა მქონდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, იმ კანცლერის, ეგრეთ წოდებული კანცლერის არჩევასთან დაკავშირებით, მე თავიდან ბოლომდე დეტალურად გავიარეთ ერთ-ერთ პროფესორთან ერთად, რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუ იმ სამართლებრივ სივრციდან ამოვიდოდა ხელისუფლება ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის და ასევე ვთქვი, რომ ორშაბათს იწყება სტუდენტთა გამოსვლა, 7 მარტს ვამბობ, იყო საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღე ჟიულის შარტავას და ვთხოვეს კიდევაც სტუდენტებს, რომ უფრო დღილად კანონიდან არ გახვიდეთ და ყველაფერი. არ გვისმინა რექტორატმა. აი ღია ტელევიზიით მივმართე, არ გვისმინა ხელისუფლებამ უნივერსიტეტის, ჩვენ პირველი უნივერსიტეტის ხელისუფლებამ და უმძიმესი ფაქტების წინაშე აღმოჩნდით. მე არ მიჩვენები არც ერთი ფაქტი აი სტუდენტების შეჯახების, ერთმანეთზე რომ გადადიოდნენ და არ მიჩვენებია, ბატონო მომკა. იცით, იმიტომ კი არა ვერ ვაჩვენებდე, ვერ მაჩვენა. მე არ ვაჩვენე. იცით რატო? იმიტომ რომ
სტუდენტებს მაშინ თავის დროზე არ მოусმინე, ზოგმა პროვოცირება გააკეთა უფრო ადრე და ასე შემდეგ. ვიცი რომ თქვენ გაგიჭირდებათ შეფასება სხვა უნივერსიტეტის თქვათ ხელისუფლების, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ თქვენთან როცა სტუდენტი აყენებს რაღაც საკითხს, ქნება თვითმმართველობა, ხო? აი როგორ იქცევით, მაშინვე რეაგირებთ, დროს უცდით, სწავლობთ, თუ როგორ ხდება რა? ამაში საქმე და სწორედ თქვენვე გაეცით თითქმის უკვე პასუხი ამ თქვენ შეკითხვას. თუნებას მოცეთ ცოტა ფართო მასშტაბით გამიხილა ამ საკითხს. მე რამდენჯერაც კი მქონია თქვენთანაც სხვათა შორის თქვენს გადაცემაშიც საუბარი ამ თემაზე ყოველთვის ამიღნიშნავს და მithქვავს რომ საერთოდ ზოგადად ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა უნივერსიტეტების მიმართ. თქვენთან თუ გავსვოთ ერთხელ ქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორის და ჩემი დებატები იყო სახელმწიფოსა და კერძო უნივერსიტეტების განცალკევება და დაჩაგვრა. საქმე სწორედ მაგაშია. საქმე იმაშია რომ სახელმწიფო სექტორის ზოგადად რატომ გაიმარჯვა კაპიტალიზმმა სოციალიზმზე ზოგადად რომ დავიწყოთ ამით. სწორედ იმიტომ რომ იქ შექმნილია კონკურენციული სივრცე, ჯანმრთელი, ჯანსაღი კონკურენციული სივრცე სახელმწიფოსა და კერძო სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის და ამან განაპირობა სწორედ ეს გამარჯვება. თუ კონკურენციული სივრცე და ფონი არ იქნება სახელმწიფოში ჯანმრთელი და ჯანსაღი, რასაკვირველია ეს ყოველთვის იქნება პრობლემა. საქმე იმაშია რომ თვით სახელმწიფო სექტორის ზოგადად სახელმწიფო სექტორის ბუნებაში არდევს თვით დამკვიდრებისათვის ბრძოლა. შინაგანი ბრძოლა, მე არ მაქვს ხედულობაში ცხადია ხილული ბრძოლა. თვითონ აი ამ სექტორის ბუნებაში არდევს ბრძოლა იმისაკენ რომ მან თავი დაიმკვიდროს. რატომ? იმიტომ რომ ბუნებრივად დამკვიდრებულია. იმიტომ რომ მას ხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსი, მას იმედი აქვს სახელმწიფოსი. და მეორე საკითხია კიდე მე ყოველთვის ვამბობ და ეხლაც მინდა განვაცხადო. იცით საქართველოს ნაირი სახელმწიფოსათვის ძალიან რთულია ამხელა და ამდენი სახელმწიფო მონსტრი უნივერსიტეტების შენახვა. ფაქტიურად თსეუც გპ-იც ყოფილი გპ-ი ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ასე შემდეგ, ესენი მონსტრები არიან ჩვენი საქართველოს პირობებისათვის. შეუძლებელია ამის გამო მე რომ მკითხოს კაცმა და რომ დადგეს ეს საკითხი და უნდა განიხილოს საბოლოო ჯამში სახელმწიფო საკითხიც ბუნებრივია იმ სტუდენტს აი დააკვირდით რატომ არის ჩვენთან რომ არ არის ესეთი სიტუაცია იმიტომ რომ ჯერეთი მასშტაბით პატარაა ჯერეთი ამითი დავიწყოთ მეორე სტუდენტი გრძნობს რომ მასზე ზრუნავს უნივერსიტეტი როდესაც სტუდენტი იგრძნობს იმას რომ მასზე ვიღაც ზრუნავს და სახელმწიფო იქნება თუ ამ შემთხვევაში თქვენ როგორც ბრძანეთ გაიგივებულია საუნივერსიტეტის ხელისუფლებასთან ის არასოდეს ასეთი პროტესტით არ გამოვა. შეიძლება რაღაცა მიუღებელი რამ შესთავაზო, მაგრამ ის გაგებით მოეკიდება და უნდა დაუსაბუთო, რატომ აკეთებ ამას, ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ის არასოდეს არ გააპროტესტებს. ჩვენ მე აი სწორედ 2 დღის წინ მქონდა ასეთი საკითხი, როგორც კი მოვიდა ჩემ ყურამდე რომ სტუდენტებს რაღაც არ მოეწონათ, იმავე დღეს თუ არა მეორე მესამე დღეს დავნიშნე შეხვედრა და გუშინ მქონდა სწორედ სტომატოლოგი. რა არ მოეწონათ? გეტყვით საქმე იმაში რომ ჩვენთან ქსეროქსით მომსახურება იყო უფასოდ დღემდე. რატომ იყო უფასოდ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ელექტრონული მართვის სისტემა ზოგადად აკადემიურ პროცესის და იქ ვერ არ ქონდა ჯერ მთლიანად ათვირთული გაციფრებული არ ქონდა ყველა ის საბიბლიოთეკო რესურსი რასაც სტუდენტებს თავაზობთ და შესაბამისად ვინაიდან ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ქსერო ასლებით მომსახურება უფასო ყოფილიყო და დღემდე უკვე რამდენი ერთი დაახლოებით 5-6 წელი უფასოდ მომსახურებს სტუდენტებს მაგრამ დღეს დავამთავრეთ უკვე ამის ათვირთვა და დავასრულეთ ახლა ხო იცით ქართული ანდაზა მიუჩვევოს ნუ მიაჩვევდა მიჩვევოს ნუ გადააჩვევდა როდესაც ეს გავაჟერეთ უკვე ჩვენ უზრუნელ ყავით თქვენ ლიტერატურით ამდენად უკვე ქსეროქსით მომსახურება აღარ იქნებოდა უფასო ეს აღარ მოეწონა და მე შესაბამისად რასაკვირველია ეს არ მიუშვით დინებას და პირადად მე შევხვდი ამ სტუდენტებს და პირადად აუხსენი რაში იყო საქმე და რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა გაგებით მოეკიდეთ მიხვდნენ რომ
თქვენ ამბობთ რომ ნებისმიერი უნივერსიტეტი ხელმძღვანელობამ აი მართლა პულსზე უნდა ეჭიროს ხელი. სხვაგანად არ გამოვა. და სხვაგანად არ გამოვა. სხვაგანად არ გამოვა და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები თლათ ვერც გავამტყუნებთ, იმათ ვერ შეძლებენ 25,000 სტუდენტის პირობებში ყველა სტუდენტის პულსზე ეჭიროთ, რა ქვია, ხელი. შეუძლებელია ეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ჩემი აზრით სახელმწიფო უნდა აიღოს აირჩიოს სხვა პოლიტიკა. სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა ოპტიმალური რაოდენობა უნდა შეიმუშავოს ამ უნივერსიტეტებისა. მაღალ ხარისხზე ორიენტირებული მმართველობა. ძალიან ცოტა სტუდენტები, თქვათ 5,000 სტუდენტი, ხო? და შესაბამისად ამ სტუდენტებისთვის შექმნას ოაზისი სწავლისა და სწავლების. მას 5,000 სტუდენტის შენახვა გაუადვილდება ბევრად. მაგრამ 25,000-ის შენახვა ძალიან რთულია. ინგლისი რომ ინგლისია და ვერ შევედრებით ალბათ ჩვენ, ხო? მას ჩვენი ეკონომიკური სიტუაცია და ვითარებით. ინგლისსაც კი ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ადგილობრივი სტუდენტებისათვის 3,000 ფუნტი აქვს დაწესებული სწავლის გადასახდი. იქ საერთოდ პრაქტიკულად არ არის უფასო სწავლება. საფრანგეთში და გერმანიაში, სადაც უფასოა სწავლა, ეძებენ დღესაც უკვე ეძებენ იმ გამოსავალს, რომ როგორმე რაღაც გამოსავალი ნახონ იმისათვის, რომ მათთვისაც ტვირთია უკვე ამ სახელმწიფოებისთვისაც კი ტვირთია ასეთი დიდი უნივერსიტეტები. მაგაში გეთანხმებით, რომ ამხელა მონსტრის 25 და რამიცი ძალიან დიდი უნივერსიტეტები გვაქვს ჩვენ საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ მეგონი არავინ აღარ დარჩა რომ სასწავლებლად არ არის, იმიტომ რომ ეროვნულ გამოცდებაშიც ახლა რომ ჩამოწერო 20-27 და სადღაც მოხდები, მოდი ესე ვთქვა, ხო? და ეს სადღაც რომ მოხდები, ეს მე არ მომწონს. ამაზე მე ცალკე შეიძლება ამაზე ცალკე ვისაუბროთ, მერე უკვე, მაგრამ მეორე საქმეა სტუდენტი, რომელიც იხდის გადასახადს და ჩვენ არა ვართ სოციალურად დიდარი ქვეყანა, ხო? და მართლა წელზე ფეხს იდგავს, რომ როგორმე გადაიხადოს, როგორმე შვილს ასწავლოს და ხშირად უკვირთ, რატომ მიდის კერძო სასწავლებელში ასეთი ბავშვები, კარგი ბავშვები, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ იქ მართლა ცოტაა კონტინგენტი, პროფესორ-მასწავლებლები უფრო ორგანიზებულები არიან და ურჩევნია ეს გადაიხადოს იქ, ვიდრე სახელმწიფო სასწავლებელში და ასე შემდეგ. მაგრამ დასაქმების საკითხი როგორ აქვს? აი თქვენ ვიცი, მე თქვენ უნივერსიტეტი ვიცი თავიდან ბოლომდე, აი კარგად ვიცი თქვენი უნივერსიტეტი და ბევრი რამდენიმე უნივერსიტეტი, სადაც ესეთი სწავლება და ესეთი ხალხია, ვინც ესე უდგება ამ საკითხებს და ვიცი რომ რამდენიმე დაწესებულებას და მათ შორის სახელმწიფო საჯარო დაწესებულებებთან თქვენ გქონდათ კონტაქტი. ეხლა რატომ გამახსენდა ეს? ჩვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა სტუდენტებს და ზუსტად ეს საკითხები წამოწია წინ, რომ აი იცით რა იქნებ დავგეგმოთ, მაგრამ მე დაგეგმას ნამეტანი არ უწყობ ხელს, იმიტომ რომ მაშინ დაგეგმას თანხაც უნდა მოაყოლო, თუ შენ გჭირდება სპეციალისტი რომ მოგიმზადო, მერე უნდა შენ ფულიც უნდა გადაიხადო, ხო? ესეა. მაგრამ მან ძანა ასეთი რამე, რომ აიო წარმოებებში ორგანიზაციებთან შორის და უნივერსიტეტის დასაქმების რაღაც ხაზი გაიბაზო. თქვენთან როგორ არის წინასწარ, ვისთან თანამშრომლობთ? როგორ ხდება ბავშვი, რომელიც ამდენ ფულს იხდის, მოდი და სწავლას აგძელებს, მერე მაგისტრატურაში თქვენთან მოდის, ხო? აი მისი დასაქმების საკითხებს როგორ აგვარებთ? ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეკითხვაა და არსებითად უნივერსიტეტი მოწოდებულია, იმიტომ არის უნივერსიტეტი, რომ მიიღო ის ცოდნა, რითაც შეგეძლება მერე დასაქმდე, ხო? აბა ცოდნისთვის ხომ არ უნდა იყოს, არა? ეგ საკითხი საქართველოს პირობებში ძალიან რთულად მოსაგვარებელია, ზოგადად რომ ვთქვათ, მაგრამ მოგვარებადია მაინც. რატომ არის მოგვარებადი? თუ დამსაქმებელს შესთავაზებ მაღალი კლასის, მაღალ კვალიფიციურ სპეციალისტს, ის აუცილებლად აიყვანს ის სამუშაოდ. ჩვენ დასაქმების სამსახური გვაქვს ცალკე შექმნილი თვითონ უნივერსიტეტში, რომელიც აი ამ კონტაქტებს ეძებს, ამ პარტნიორებს ეძებს. ჩვენ ფორუმები ეწყობა ჩვენთან უნივერსიტეტში, ხდება სტუდენტებისა და მათი შეხვედრები, გასაუბრებები. ჩვენ თვითონ თავად აი ამ დამსაქმებლებისგან ვითხოვთ ინფორმაციას, თუ როგორი ტიპის სპეციალისტები ჭირდებათ დაუშვათ, რა თვისებების, რა ცოდნისა, რა უნარჩვევებისა და ასე შემდეგ. პროგრამებსაც ამის მიხედვით ვაყალიბებთ ხოლმე.
და მეთოდოლოგიაც შესაბამისად აქედან გამომდინარე ყალიბდება და ბუნებრივია, როდესაც აი ასეთი სისტემით მომზადებულ სტუდენტს შესთავაზებ კურსდამთავრებელს, ის სიამოვნებით აიყვანს ამას პირიქით. ისინი თვითონ სამწუხაროდ ეხლა აი რა მოხდა, იცით? სამწუხაროდ თვითონ დამსაქმებლები ხდებიან იძულებული თვითონ შექმნას სატრენინგო ცენტრები, იგი ამას განსაკუთრებით ბანკები აკეთებენ, რომ მოიმზადონ თავისთვის სპეციალისტები და ეს ასე არ უნდა იყოს წესით, სწორედაც უნივერსიტეტები იმიტომ არის და იმიტომ უნდა იყოს მათთან ამ დამსაქმებელსა და უნივერსიტეტ შორის ურთიერთობა, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. საბედნიეროდ ჩვენთან ეს საკითხები მოგვარებულია იმ თვალსაზრისით, რომ აი ამ კონტაქტების შედეგად ჩვენ აი ძალიან ბევრი სტუდენტი ახლა გამიჭირდება ციფრის დასახელება, მაგრამ რომელ ბანკშიც კი შევსულ ვარ, ყველგან ჩემი სტუდენტი ხდება და ძალიან მსიამოვნებს და ძალიან მიხარია. მაგალითად ბანკებთან პროკრედიტ ბანკში ძალიან ბევრი სტუდენტი დასაქმდა, TBC ბანკში დასაქმდა ძალიან ბევრი სტუდენტი, VTB ბანკში ასევე ასეთი სტუდენტები. ასე რომ ძალიან შორს წამიყვანს ამ მაღალი სკოლა გაქვს სამართალს რაც შეეხება აქაც მოგვარებულია ეს საკითხი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ იმდენად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს უშვებთ, რომ აქ არც არავინ კითხულობს დაუშვათ გამოცადონ თუ არ გამოცადონ ესა თუ ის ჩვენი კურსდამთავრებული, იმიტომ იქ სადაც მერაბ ტურავა და ზურა ძლიერიშვილი და ვალერი ხრუსტალი ასწავლის სტუდენტს, იქ ბუნებრივია ეს კითხვა აღარ ებადება დამსაქმებელს და ცხადია განსაკუთრებით კარგი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს სწორედ ამ მიმართულებიდან. დაახლოებით 5 ეულში ხართ? და ჩვენ 5 ეულში ვართ, ჯერ კიდევ კარგად დიდი ხნის წინ ჩაატარა იუნესკოს დასაქმების იუნესკოს საერთაშორისო ინსტიტუტმა კვლევა და იმ კვლევის მიხედვით ჩვენ და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი პირველ 5 ეულშია, მაგრამ ის რო ჩატარდა დამთავრდა, მაგრამ იმის მე რომ თავარი შეინარჩუნო ის და ჩვენ ვადენებთ რა საკვირველია, ყოველწლიურად ვიღებთ ამ ინფორმაციას, სპეციალური პროგრამა გვაქვს ამისათვის შექმნილი და ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას სისტემატურად ჩვენი სტუდენტების გადაადგილებაც კი ვიცით და უშუალოდ რომ დაიწყო მუშაობა სადღაც თუ განთავისუფლდა იმ წუთში ინტერესებით რატომ განთავისუფლდა. ამავე დროს თუ ჩვენ რაღაც ისეთ ტენდენციას ვხედავთ აი ამ სტუდენტების ამ კურსდამთავრებულების განთავისუფლების მიზეზებს ვხედავთ ტენდენციური თუ არის ეს მიზეზები, ცხადია ჩვენ გვაქვს სპეციალური ტრენინგ ცენტრი და ეს ტრენინგ ცენტრი სთავაზობს მე იგივე ჩვენ კურსდამთავრებულებს, რომლებიც განთავისუფლდნენ სამსახურიდან იმ ხარვეზის შევსებას, რომელიც მათ თურმე აღმოაჩნდათ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მაინდა-მაინც ძალიან დატვირთული არ არის ეს ცენტრი, იმიტომ რომ რეალურად ეს ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ხედავთ ხოლმე. ვიცი, თქვენ დამოკიდებულებას სიმართლესაც ყოველთვის ამბობთ, რა თქმა უნდა, ძალიან მართლა ფაქიზად და ძალიან ფრთხილად ამბობთ ხოლმე თქვენ შენიშვნებს. მოდით გულწრფელად მითხარით, რეფორმები გასატარებელია განათლების სისტემაში, ეს არის ფაქტი. მე შემიძლია საზოგადოებას უთხრა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, ერთეულები, მე არ გაქებთ, ერთეულები, რომლებმაც იციან ძალიან კარგად სოფლიო განათლების სისტემა, ამ სოფლიო განათლების სისტემაში ჩვენი ადგილი საქართველოსი, ძალიან ცოტა მეგულება, ამას ვაღიარებთ. მოდით მითხარით, რა დაეთანხმეთ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებებში და რის შეცვლას შეძლებდით თქვა, ან შეცვლიდით თქვა. დროული იყო ნამდვილად ფიქრი ახალ კონცეფციაზე. ახალი კონცეფცია კი არ არის ალბათ, ეს უფრო განვითარება იმ დაწყებული რეფორმებისა. ცით მე არ მიყვარს ხოლმე რაღაც ძველზე ტენდენციურობა გამოვავლინოთ და მაინდა-მაინც არ ვარგო და არაფერი ძველი. ძველმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს რეფორმა, მიდიოდა მეტნაკლები წარმატებით, მაგრამ ცხადია, მას ჭირდება განვითარება. და ის რაც პრემიერმა განაცხადა, ეს არის სწორედ აი ამ დაწყებული რეფორმის განვითარება და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. ის რომ აქ პროფესიული პროგრამებისა და აკადემიური პროგრამების ინტეგრირება უნდა მოხდეს, ეს ერთმნიშვნელოვანია და უნდა გაკეთდეს, ცხადია, თუმცა ძალიან რთულად გასაკეთებელი იქნება, ძალიან რთულად, უაღრესად რთული პროცესი იქნება ეს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ, აი დღემდე მაგალითად ძალიან ცუდია რომ დღემდე პროფესიული განათლების, პროფესიული პროგრამის სტუდენტს არ ქონდა განვითარების საშუალება. ანუ მას უნდა თუ უნდა თქვა უმაღლეს სკოლაში გაგრძელება სწავლისა, მას თავიდან უნდა ჩაებარებინა ბაკალავრიატში და თავიდან დაეწყო. აი ახალი კონცეფცია გვთავაზობს რას?
რომ პროფესიული განვითარების პროფესიული პროგრამის სტუდენტს საშუალება უნდა ჰქონდეს უკვე მიღებული ცოდნის საფუძველზე მან გააგრძელოს ბაკალავრიატში სწავლა და არა პირველი კურსიდან, არამედ თქვათ მესამე კურსიდან და ასე შემდეგ. სწორი ეს მიმართულება ასე უნდა იყოს, თუმცა ძალიან გართულდება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ამას ძალიან დახვეწილი სკრუპულოზური მუშაობა ჭირდება, რომ ეს პროგრამების მთელი საკადრო პროფესიული კადრების მობილიზაცია აქ საჭირო იქნება ამ პროგრამების თავსებადობის განსაზღვრა, დაუშვათ რა უნდა ისწავლებოდეს იქ, რა იქნება ამ ყველაფრის წინაპირობა, თქვათ საბაკალავრო პროგრამაში და ასე შემდეგ. ასე რომ ამას ჭირდება უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ კაბინეტში მჯდომი, მე ამას ნიშნის მოგებით ნამდვილად ავრობ, კაბინეტში მჯდომი ადამიანები ამ პროგრამას, ამ სისტემას ვერ შექმნიან. თუ არ იქნებიან იქ ჩართულნი პროფესიონალები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ამ გამოცდილებაზე, რაც ევროპაშია უკვე მიღებული და თუ არ ჩაერთვებიან ის პროფესიონალები, რომლებსაც ამ მიმართულებით სერიოზული კვლევებია წარმოებული. მეორე საკითხი და ეს ნამდვილად მისასალმებელია თუ ეს გაკეთდება და უნდა გაკეთდეს ნამდვილად. თუმცა ერთ საკითხში ნამდვილად ვერ გავიზიარებ პრემიერის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უნდა დაიგეგმოს დაუშვათ კადრების მომზადება. ეს ნონსენსია. ეს პრაქტიკულად შეუთავსებელია კაპიტალისტური სისტემისა და საბაზრო ეკონომიკისათვის. თუ სახელმწიფო დაგეგმავს იმას, რომ თქვა მე ამდენი იურისტი მინდა და ამდენი დაუშვათ ბუღალტერი, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და ის იმდენი ვინც გამოვა იქიდან, ყველა უნდა დაასაქმოს. ანუ უნდა გითხრა სად მინდა? უნდა გითხრას დაუშვათ მაშინ ამდენი ბიზნესი, ამდენი ბუღალტერი მინდა, ამდენი იურისტი მინდა, მაგრამ რომ დაამთავრებს ამდენი იურისტი და ამდენი ბუღალტერი, შენ სახელმწიფო რომ ხარ დაასაქმებ ყველას, ვერ დაასაქმებ ცხადია. ვერც გარანტია გვექნება სახელმწიფოს იმისა, რომ რაღაც კერძო კომპანიები დაასაქმებენ. ეს არ გავს ბადნომამგა საბჭოთა პერიოდში რომ იყო განაწილების რაღაც გარკვეული. მაგრამ ნამდვილად ეს განაწილების სისტემა. ასია. საბჭოთა კავშირში ასე იყო, ხო დაუშვათ, როცა იგეგმებოდა რეალურად ხო ვერ ხორციელდებოდა ეს. კი, შეიძლება ვიღაც წასულიყო სოფელში სამუშაოდ, იმიტომ რომ ჯარიდან ეხსნა თავი, ანაწილებდნენ სოფელში მიდიოდნენ ჯარიდან ეხსნა თავი, თქვათ, მაგრამ ორ თვეში მორბოდნენ უკან და ისევ რჩებოდა ისა. აქ სხვანაირი სისტემის არ შეიძლება. თუნდაც ავიღოთ ესე, დაუშვათ 100 კაცი გვინდა იურისტი და მეტი არა დაუშვათ. რა გარანტია გვაქვს ჩვენ რომ ის 100-ვე დაამთავრებს წარმატებით და ის 100-ვე მაღალი რანგის იურისტი იქნება, ხო? ეს შეუძლებელია ამის განსაზღვრა, ამიტომ ეს იქნება ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა, თუ ჩვენ ამ გზით წავიდეთ. ეს მე მგონი დაახლოებით ისეთივე შეცდომა, თუ გზავსი თუ არა იგივე, როცა მაგალითად წინა ხელისუფლების დროს გამოაცხადეს, რომ პრესტიჟულია სამედიცინო და სამართლის სკოლებში და ბავშვები რო არ დააფინანსეს. მე ძალიან მწარეთ მახსოვს, იმიტომ რომ ბავშვებმა მიიღეს ძალიან მაღალი ქულები, მწარეთ მახსოვს და არ მისცეს გრანტები. ნამდვილად არ იყო სწორი მიდგომა არ იყო ეს. ასე რომ ახლა დაგეგმარებით სპეციალისტების მომზადება და ეს ცოტა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. დღეს მაგალითად ტელევიზიით უსმენდი ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობდა, რომ ამდენი მსახიობი რომ მზადდება, მე ვერ საქმდება და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ვინ უნდა განსაზღვროს, რამდენი მსახიობი გჭირდება დაუშვათ, ვინ როგორ უნდა განისაზღვროს, ხო? არის თეატრი, რომელსაც დღეს გჭირდება 10 მსახიობი, არის თეატრი, რომელსაც ხვალ 20 და შეიძლება დაჭირდეს. უფრო მეც გეტყვით, აქ სხვანაირად უნდა აიღოს, თვითონ სისტემა უნდა აიღოს. მე ესე მგონია, რომ სისტემა უნდა აიღოს ნიჭიერებაზე. მსახიობი რანაირად შეიძლება, ვისაც მოუნდება, ყველა შეიძლება. ამაშია სწორედ საქმე და ამიტომ თვითონ თეატრების მოწყობის სისტემა უნდა შეიცვალოს, ხო, დაუშვათ ამ შემთხვევაში. არა მყავდეს, არა დაუშვათ სტაბილური შტატის მსახიობი დაუშვათ, რომელიც შეიძლება რიჩარდ მესამეზე ვერ დავასაქმოთ ჩემი შტატის მსახიობი და დამჭირდეს სხვისი მოყვანა, ხო? უნდა მქონდეს ამის საშუალება. თქვათ ის ვიღაც სხვაგან ნიჭიერი მსახიობი და ის მოვიყვანო და დავასაქმო. რაც შეეხება მათ ანაზღაურებას, აქაც სხვა სისტემა შესამუშავებელი. უნდა იყოს ალბათ რაღაც ფონდი, რომლებიც ამ მსახიობებს მინიმალურ დონეზე დააკმაყოფილებს, თქვათ, პირველადი მოთხოვნილების დაფინანსებას მისცემს და ნიჭიერი მსახიობი, რომელიც დაკავდება 1-2 და სხვა სპექტაკლებში, რა თქმა უნდა, ისინი გაიუმჯობესებენ თავიანთ. ანუ მე რის გვამიდე ამ მსახიობებზე უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო. არა, ნუ ის მაგალითია, რომ მეც არ ჩავაბარებ, თუ ვიცი, რომ არ ვარ ნიჭიერი და ეხლა მარტო იმიტომ, რომ სწავლაში იყო მართლა უნდა არ გავაკეთებ ამას, ხო? მით უმეტეს ანაზღაურებ.
ეხლა მე რომ ორ საკითხზე თქვენი აზრი არ მოვისმინო, რა თქმა უნდა, არ ვიქნები მართალი. ეს არის უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობები, რა თქმა უნდა და ეგრეთ წოდებული ოდერული სისტემა. პირველი, მე როცა მოვისმინე სტუდენტებისგან და არა მხოლოდ სტუდენტებისგან, რომ თქვა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩამოთვალეს 4 წელი, რომ თქვა 400.000 თანხა მიეცა თვითმმართველებს. მერე 550-ო, მერე 600.000 და არჩევნების წინო 700.000, თითქმის ესე იგი ეს თანხა მილიონამდე ამდეს მარტო ისე, ხო, ოფიციალურად. და თქვენ წარმოიდგინეთ სხვა სტუდენტების განწყობა, როდესაც ხედავენ ესენი უკვე დადიან ხელმძღვანელები, უკვე ხელთიც უქნევენ, უკვე მოდიან ისა უკვე მანქან დაბძანდებიან, უკვე თქვა სადღაც შეიგნობენ, უკვე სადღაც მიდიან. რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ცუდი მარცვალი, რომელიც კარგნაყოფს ვერ მოგცემს. ხო სწორია რა? და თქვენთან როგორ ხდება? გეტყვით, ეს არის მახინჯი სისტემა. მოდი პირდაპირ დავუწოდოთ ყველაფერს თავის სახელი. ეს არის პრაქტიკულად იმ კომკავშირული ორგანიზაციის გადმოძახილი, რაც იყო, თუმცა ბევრად არა, მაგას სწორედ მაგის მომიდოს, თუმცა ბევრად უკეთესი ფორმა იყო მაშინ ვიდრე ეხლა. იმიტომ რომ მაშინდელი კომკავშირული ორგანიზაცია ძირითადად ენთუზიაზმზე იყო აგებული და ყველა ღონისძიება რაც კი ტარდებოდა ენთუზიაზმით და მოტივაციით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღეს როცა სახელმწიფოს თავაზობს ასე ამ თვითმმართველობას ამე შენ ფულს გაძლევ, ეს უკვე იქ სადაც ფული ჩდება, იქ აუცილებლად გონივრული მოტივაცია იხევს უკანა პლანზე. ამიტომ ამ სისტემა რა არის თვითმმართველობა? მოდით ამითი დავიწყოთ. თვითმმართველობა რა არის? პოლიტიკური ორგანიზაცია? კანონი გვეუბნება ჩვენი უმაღლესი განათლების შესახებ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები არ უნდა არსებობდნენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწორია ეს მიდგომა. მაშინ რა არის მაშინ? თვითმმართველობა ეს არის სტუდენტთა გაერთიანება ინტერესის მიხედვით, ვიღაცას სპორტი აინტერესებს, ვიღაცას ინტელექტუალური სფერო აინტერესებს, ვიღაცას მეცნიერება, ვიღაცას ხელოვნება და ასე შემდეგ. რაღაც საკლუბო ტიპი, ხო? ამიტომ ეს უნდა იყოს ან კლუბური სისტემით, ან სექციური სისტემით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რას დავარქმევთ. ჩვენ მაგალითად უნდა გითხრათ, რომ 2 წელია უკვე ამ სისტემაზე ნელ-ნელა გადავდივართ. ერთბაშად ვერ გადავედით და რატომ გეტყვით იმასაც? იმიტომ რომ ვინაიდან არსებობს ამის სხვა პრაქტიკა, ჩემ სტუდენტებსაც მაინდა-მაინც არ მოწონდათ ჩემი ახალი შეთავაზება. მე კი არა ვარ ის რექტორი, რომელიც დაუშვათ ხელოვნურად და ესეთი ნაჯახის წესით ჩავერეოდი ამ ოპერირებას გავაკეთებდი პირდაპირ გაგებით. ამიტომ მე ნელ-ნელა ვაჩვევდი სტუდენტებს და ვანახებდი ამის უპირატესობას. ამიტომ დღემდე ჩვენთან როგორ ხდებოდა დაფინანსება? არავით არის ერთჯერადი დაფინანსება და არავით არის მრავალჯერადი დაფინანსება. პროექტების მიხედვით დაფინანსებას ვაკეთებდით. შემოგთავაზებდა თვითმმართველობა რაღაც პროექტს, დასაბუთებულს თავის მიზნებით, შედეგებით და ასე შემდეგ. და ჩვენ სპეციალური კომისია ყავს, კომიტეტი ყავს, რომელიც იხილავს ასეთ პროექტს, არა მარტო სტუდენტურს, არამედ თანამშრომლებისაც. აკადემიური პერსონალიდან წამოსულ პროექტებსაც და იღებს გადაწყვეტილებას დავაფინანსოთ თუ არ დავაფინანსოთ. აი ამის საფუძველზე ფინანსდებოდა ეს პროექტები და შესაბამისად, როდესაც აუხსენეთ სტუდენტებს, რომ რა ჯობია და როგორი ფორმა ჯობია, მიხვდნენ იმას, რომ სწორედაც საკლუბო სისტემა ბევრად სწორია. და რაც თავარია ბევრ სტუდენტს მოიცავს და თითქმის ყველა სტუდენტს გაერთიანებს. რასაკვირველია. ეხლა თითქმის 6 საათზე თითქმის ჩემ გადაცემა ყოველთვის მომხოლმე დაახლოებით 6 საათზე 1-2-3 წუთი თქვენც უნდა მოგყაროთ თქვენი დროიდან, იმიტომ რომ ყოველთვის მომხოლმე რა ხდება აფხაზეთში, ენგურს გაღმა აფხაზეთში და ენგურს გამოღმა აფხაზეთში. მე მინდა რომ ჩემს ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს პატარა ინფორმაცია მივაწოდო იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ სულ ეხლა ხანს 3 დღე იყო 22-23 ჟენევაში შეხვედრა, სადაც ერთადერთი ფორმატია, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ეს გარკვეულად ცოტა ნაწყენი, მე არ ვამბობ ხოლმე დაპირისპირებულს, ცოტა ერთმანეთზე ნაწყენი ხალხი, იქიდან ენგურს გაღმა აფხაზეთიდან, ენგურს გამოღმა აფხაზეთიდან, ასე ვამბობ, ასევე სახელმწიფო ჩვენი საქართველოს სახელმწიფო მინისტრების ამოადგილების დონეზე საგარეო და კაპიტანი კეთი ციხელაშვილი და როგორც იქნა ამდენიმე 4 წელზე ისევ აღდგება იმ გალში რომ იყო შეხვედრები და სწრაფად წყდებოდა ზოგიერთი ძალიან ისეთი კრიტიკული მომენტები და უფრო მეტად აღარ ვითარდებოდა და მე შემიძლია ვთქვა რომ ამ ჟენევას ჩაშლას უკადდნენ ამ
მოლაპარაკებებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გალის ეს შეხვედრები აღდგება და იქნებ ცოტა უფრო კიდე წინ წავიწიოთ სიკეთით და სიყვარულით, სულ ამას ვქადაგებ და სულ ამას ვამბობთ, მაგრამ ასევე შემიძლია ვთქვა, რომ იქ ცოტა გონსაც უნდა მოეგონ, იმიტომ რომ თვითონ აფხაზური ეთნოსი მძიმე სიტუაციაშია, ბატონო არიან იქ მაგალითად გაგრაში შემიძლია ვთქვა, რომ უმცირესობაში მოხვდნენ და იქ ქართველებიც აღარ ცხოვრობენ და სხვა ხალხი ცხოვრობს უკვე და უფრო სხვაგანაც. ასევე ქართული ენის გარკვეული შევიწროება მიმდინარეობდა, გალი გაგლეჯილია, დაგლიჯეს, ნაწილი მიაერთეს იქვე მგონი ოჩამჭირე ნაწილი კიდე სხვას მიაერთეს და მოკლედ აი ეს პროცესები მიდის, რაც არავის არ მოუტანს სიკეთეს. მე შემიძლია ეს თქვა და აქეთ ენგურს გამოყმა აფხაზეთში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სამინისტროები უფრო ძალიან მიზანდასახულად ნელა, მაგრამ ეს ბავშვები ერთმანეთთან კარგ ურთიერთობებში არიან. არა მხოლოდ შეხვედრებია თბილისში, არამედ სოფლიოს ასოციაციების, აი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კარი გაიღო იტალიაში, საფრანგეთში, თურქეთში, სლოვაკეთში და სხვაგან და იქ რომ უყუროთ როგორ არიან ეს ბავშვები ერთმანეთთან, ხო? გაოცდებით, ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რომ აქ ჩვენთან არის ესეთი დაპირისპირებული და ოკუპირებული ტერიტორიებიდან თუ არიან, იმდენი სითბოა. მე შემიძლია ეს თქვენ გითხრათ, მაგრამ ბევრი არ ისვენებს. აი აქვე არ ისვენებს, მუდმივად რაღაც დაპირისპირების სურვილით არიან და ამასინაც ჩემ გადაცემაში თქვი, რომ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა თქვა, რომ დილით რომ ვიღუძებო, ისეთი სურვილი მაქვს, მეორე შემოულაწუნოო. წარმოგიდგენიათ ახლა რა დღეში შეიძლება იყოს. აი ესეთი სიტუაციებია და მე ვფიქრობ, რომ ხანდახან დაბლა უფრო მიდის რაღაც საქმეები, რომელიც ზემოთ არ ჩანს და ყველას უნდა რომ ჩაერიოს და დიდი თხოვნა მაქვს, რომ ხანდახან დაველოდოთ, რომ შედეგები ხანდახან უფრო თვალსაჩინო მერე ხდება, მანამდე ნუ გავაფუჭებთ ამ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც დავბრუნდებით და მაინც უნდა დავბრუნდეთ. ეხლა ეს რატომ მინდა გადავაბა ამ თქვენ საკითხს, რომ როდესაც ბათუმის უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ესეთი ამბები მიდიოდა, რთული პროცესები მიდის. ნუ ესეთი დაპირისპირებები, მე არ მახსოვს, თუ ესეთი აღელვებული სტუდენტები ყირაზე რო გადადიან იქით, ხო? ამ დროს თქვენ ბატონო მამუკა ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა დაახლოებით 20 უნივერსიტეტი იყო, თუ მეტი არა, თავის სკოლებიანად რეგიონებიდან მოწვეული ბავშვები, თქვენ დაუთმეთ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული ინიციატივებია და სამიტი ჩატარდა და თბილისში ამათ აქვს ესეთი ორგანიზაცია სტეპი. მე არ ვიცი ხა სხვა შესთავაზეს თუ არა რომ დაგვითმეთო თქვენ ტერიტორიებიო და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვიცი რომ აი თამთა მარგველაშვილი, შოთა ფიფია, დავით ტაბიძე, ალექსანდრე გერმანოზაშვილი, გიორგი სიმონი ამისი ხელმძღვანელები იყვნენ და ესენი იყვნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლის სკოლიდან, ხო? და თქვენ უცბად გააღეთ თქვენი უნივერსიტეტის კარი ამ ბავშვებისთვის და საოცარი. მე მინდა გაჩვენოთ, მე არ ვიცი თქვენი სურათები ნახეთ თუ არა და ერთ ინფორმაციას გეტყვით, მე რა გაგეხარდებათ თქვენ უნივერსიტეტს, იქ რა მოხდა შემდგომ. მე ვთხოვ ჩემ შემოქმედები ჯგუფს ტექნიკურს, რომ რამდენიმე ფოტო გვაჩვენოს და აი ამ ფოტოზე ნახავთ, რომ თქვენი უნივერსიტეტის ყველა აუდიტორია ესეთი ფაქიზად ნაგები თუ იტყვიან ესეთი და აი ეს ბავშვები დაიპყრეს მთელი რობაქიძის უნივერსიტეტი ამდენმა ბავშვმა და თქვენს რომ ასეთი ბედნიერებიო მე მგონი არ ყოფილვართო და წარმოიდგინეთ ამდენი უნივერსიტეტს, ეს თქვენი უნივერსიტეტი, თქვენი ლამაზი უნივერსიტეტია, ძალიან მოგეწონაო ისეთი ბედნიერი, ეს აუდიტორიებში არიან თვითონ და იმდენი სიხალისე ქონდათო და აი ეს აუდიტორიებია თქვენი, სადაც წარმოიდგინე ამდენი უნივერსიტეტის როგორ მოიპოვოთ ეს ფოტო? ეხლა მე გეტყვით მაქსიუპრის მე აუცილებლად გაგიკეთებთ, იმიტომ რომ 16 სკოლისა და ამდენივე უნივერსიტეტის სტუდენტების თქვენ უნივერსიტეტში ასე ლაღად ჩვენი უნივერსიტეტი იყო, ვერ გრძნობდითო ჩვენო ამასო თუ სხვა უნივერსიტეტში ვიყავითო, იმიტომ რომ იყო შეჯიბრება იყო იმის გაანალიზება, რომ აი სოფლიო ბანკის სტრუქტურული ერთეურის მოდელირება გააკეთეს, დაახლოებით და ჩართული იყო თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ამათთან, არა მხოლოდ მასპინძლობაში,
არამედ უშუალოდ როგორ თავისუფლად არის, მეგონი არ არის და მე ძალიან გამიხარდა, რომ არ შეიძლებოდა რომ არ მეჩვენებინა ეს, იმიტომ რომ როდესაც იქ ინგრევა ყველაფერი აი ეს უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება ხელი არ ახლო ხშირად რო იციან, ხო იცი სახში ლამაზია, ხელი არ ახლო, ეს ხელმძღვანელები არიან, მე მგონი ამ ძალიან საინტერესო ღონისძიების და ბავშვებთან ურთიერთობის თვითონაც სტუდენტები. პირველად რო დავინახე რომ მეთქე ესენი სტუდენტებს არ განა. აი თქვენი სტუდენტი ერთ-ერთი თქვენ თვითონ ეს პაპარაცული გადაღებაა სხვათა შორის, ეთყობა თქვენც არ იცოდე სიურპრიზი გაგიკეთეთ დღეს და შემდგომ ამ 2 დღე მიდიოდა სექტორული მუშაობა ამათთან დაკავშირებით და რა ვიცი მე ძალიან კმაყოფილები იყვნენ და მე შემიძლია მადლობა გითხრათ ამისთვის, რომ აი ამდენი სტუდენტობა იყო მთელ რობაქიძის უნივერსიტეტში, როდესაც ინგრეოდა მართლა ირგვლივ ყველაფერი და სამადლობელის მეტი მართლა არ მეთქმის, იმიტომ რომ ეს ხელის გაწოდება ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რამ მოხდა. მე ეს მგონია, რომ ძალიან კარგი რამ არის და მე თითქმის ეს ბავშვები, ვინც იყვნენ სტუდენტები, ამბობდნენ, რომ ჩვენ არ შეიძლება, რომ ჩვენ მადლობა არ გადაუხადოთ. ამიტომ ნება მომეცით, რომ მათი სახელით თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა უნივერსიტეტის აი ამ დღეებისთვის, ამათ სექტორული მუშაობისათვის და მე გქონდა დაჯილდოება ნომინაციებზე. და ნომინაციების მიხედვით გქონდათ შეჯამება აი ამ ყველაფრის. აი აქაც ნახეთ პაპარაცული სურათი გადაგიღეს, არ უნდა ენდოთ, ხო, სად იყურებით, სად ახართ, როგორ არის, ესენი არიან ძალიან ეშმაკი ბავშვები არიან, მოდი ესე ვთქვათ და ყველაფერს აკვირდებიან და მე მომეწონა როგორ თავისუფლად გრძნობდნენ თავს და ეს ძალიან კარგია და სიურპრიზი ალბათ ის იყო, რომ შემდგომში ჩატარდა დაჯილდოება და თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტმა, აი პატარა პაპარაცმა, ვისი სურათებიც ესა ნათია ნუგზარაშვილმა აიღო საუკეთესო პირველი ადგილი საუკეთესო ფოტოგრაფია. ეხლა მობილურს უპასუხოთ, იმიტომ რომ რეკავდნენ, როცა სურათებს ვაჩვენებდით, ვერ მოვახერხეთ ჩართვა. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მართალ ზანებს, ბატონი, ეს ბატონი, რეფორმა არის ჩასატარებელი ივანე ჯავახიშვილში. ამდენი 30000 კაცი გამოდის და დიპლომები უდევთ სახში. არანაირი ცოდნა ვერ გამოაქვს. პრაქტიკული მეცადინეობები საერთოდ არ არის უნივერსიტეტში. ეუნებიან ბავშვებს, რომ ტურიზმის ფაკულტეტზე მოგახსენებს. სასწავლოში ადაკავს ვინმე, დაწესავი, რომ გაგატაროთ პრაქტიკული მეცადინეობაო. ეგ არის უნივერსიტეტი, არანაირი პრაქტიკული მეცადინეობები არ ტარდება, რომ გააგზავნონ ბავშვებიდან რაღაცა პრაქტიკული ცოდნა მიცეს. ნოლია უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილი. 5000 კაცზე მეტი არ უნდა იყოს მანდა. ეს არის სამარცხვინო. თქვენი აზრისთვის ალბათ მართლა რეფორმა ჭირდება. როგორ მოგეწონათ? აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეხედულებას. ცით რა, ბოლოს ხარისხი ხო გჭირდება რა. შეუძლებელია 25000 კაცში, 25000 სტუდენტიდან 25000-ივე მივიღოთ მაღალი რანგის სპეციალისტი. თქვენ გახსოვთ ახლა ჩვენ მე და თქვენ ერთაობას მიეკუთვნები და იმ პერიოდში ტარდებოდა ხოლმე ესეთი კონკავშირული და პარტიული აქტივები, სადაც ასეთი ფორმულა იყო, რომ საშუალო სტუდენტი, საშუალო სპეციალისტი, ცუდია. ხო? იმიტომ მართლა ასე იყო, იმიტომ რომ მართლაც მე მახსოვს მაგალითად თითო ჯგუფიდან, ჩვენ ჯგუფში მაგალითად არაჩვეულებრივი ჯგუფი იყო ჩვენი, ძალიან კარგი კონტინგენტი იყო, კი, კარგი კონტინგენტი იყო, მაგრამ რეალურად თქვათ 2-3 სტუდენტი იყო, რომელიც შეიძლება თქმულიყო, რომ მეც კი არ ვითვლებოდი იმ სტუდენტებში, რომელიც დაუშვათ მობილურს უპასუხოთ, ბატონო მამგა გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან საჭირო საკითხს შეეხეთ. მაგრამ იცით რა შეასაქმე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 5000 სტუდენტამდე შემცირება საქმეს ნამდვილად ვერ უშველის და რატომ ვერ უშველის? საქართველოს იმდენად პატარა ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ინტელექტუალური ერი ვართ, არ შეიძლება ყველა მოსწავლე, რომელიც სკოლას ამთავრებს, ყველა ხდებოდეს სტუდენტი, მათ შორის რჩებოდეს ვაკანსიები, თავისუფალი ადგილები და 35 და 15000, 40000 ყოველწლიურად სტუდენტის მიღება, ეს არის აბსურდი.
10% აი ამ რაოდენობიდან არის ნამდვილად სტუდენტობის ღირსი და ის ახალგაზრდობა, რომელიც ნამდვილად სწავლობს. მე ვისო გინდა სახელმწიფო უნივერსიტეტი იყოს, გინდა კერძო უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა ვეთანხმები მოწვეულ სტუმარს, ძალიან დიდი განსხვავებებია, მაგრამ იმის გამო, რომ მაპატიეთ და 10 წლის განმავლობაში წიგნი არ აქვს ბავშვს გადაშლილი, მე რაღაცას ერთი წელიწადი წაიმეცადნებს 15%, 20% ბარიერს ლახავს და სადღაც როგორც თქვენ გძანეთ, ნამდვილად ეწყობა, ნამდვილად იღებს შემდეგ დიპლომს, იმათ უკვე უჩნდებათ შემდეგ პრეტენზია, რომ არიან დიპლომირებულები და ამ დროს ბავშვი, რომელიც 10 წლის განმავლობაში უმაღლესად სწავლობს, ბავშვი, რომელიც უნივერსიტეტში უმაღლესი ქულებით სწავლობს, აბსოლუტურად ერთნაირ დიპლომებს იღებენ. იღებს ისიც იგივე ტიპის დიპლომს, იღებს ესეც. და თუ კიდე პლუს დავუმატებთ იმასაც, რომ ეს უცოდი არის დიპლომიანი ბავშვი, თუ პატრონიც გამოუჩნდა, მოდით პირდაპირ ვილაპარაკოთ, მე ხდება საუკეთესო გეთანხმებით, მადლობთ, გეთანხმებით, იმიტომ რომ მე მგონი რომ მოთხოვნა ეროვნულ გამოცდებში შედარებით უფრო მაღალი უნდა იყოს, მე მგონია, მაგრამ მეორეა რომ პირადად მე შეიძლება არ დამეთანხმოს, ეხლა რექტორი შეიძლება არც ტელემაყურებელი დამეთანხმოს და არც რადიო მსმენელი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ კარგი ეს ეროვნული გამოცდებიც, მაგრამ ამავე დროს მე ვფიქრობ რომ უნივერსიტეტებს უნდა ქონდეთ იმის საშუალება, რომ თვითონაც აარჩიონ, იყო ერთ სამხატვრო აკადემიაში ვადნომამუკა და თეატრებში, ხო? მე დაამატეს ეს სპეციალური საგანი, თორე იყო ჩვეულებრივად, თქვენ გახსოვთ რომ რა ამბავი ატყდა, ეხლა გვარები არ მინდა დავასახელო, ძალიან კარგად ვიცი, მომღერალი და მუსიკოსი მსოფლიოს რო იპყრობს ეროვნული გამოცდების იმით მათემატიკაში რო ვერ გავიდა ჭყალებში, მე უთხრეს რომ არა ვიცი, ეს უკვე არ ვარგა. ესეც უკვე არის ხარვეზი თელემ ეროვნული გამოცდებისაც და ამისიც და ეხლა 20 რო ჩამოწერთ ბადნომამუკა და პირველად რომ მინდა რომ სამედიცინო ინსტიტუტში მოვხვდე და ბოლოს რო მოვხვდები თქვა ტექნიკურ უნივერსიტეტში რა ვიცი რა ფაკულტეტზე არ ვიცი ეხლა რაღაცა თვითონაც აღარ იცი იმდენი ფაკულტეტებია ხო რა თქმა უნდა მე-20-ით რომ მოხდები ის მე არ მინდა სად სამედიცინო და სად ისა რა თქმა უნდა мотиваციას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან რამდენად მინდა მე ეს პროფესია ბუნებრივია მაგრამ იცით აი რთულია ეხლა ესე თქმა რომ აი რაც ვეთახვები ჩემს მსმენელს მაგრამ გავიხსენოთ კიდევ ერთი რამ გამოცდა სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე მოვლენა არიან ადამიანები რომლებისთვისაც გამოცდა შეიძლება უნიჭიერი და მე ვიცი ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი და მართლა ნიჭიერი რომელიც ნამდვილად დიდ საქმეებს გააკეთებდა რომ გამხდარიყო სტუდენტი და დაემთავრებინა მაგრამ აი იმის გამო რომ გამოცდა ტარდება და ეს რაღაც ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა ამით შეიძლება ბევრი რამ დააგდეს ქვეყანას და იმ პროფესიას მაგალითისათვის ავიღოთ რეზო ლაღიძე ჩვენთვის უსაყვარლესი ცნობილი კომპოზიტორი ხო 7 წლედიდან გამორიცხეს მუსიკალური 7 წლედიდან გამორიცხეს გამოუშვეს და არადა წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ხო სასაცილოა რა ნონსენსია ხო ეს და ამ დაგვარი ძალიან ბევრი შემთხვევა იცის მსოფლიო ისტორიამ ამიტომ ამით იმის თქმა რომ მე უფრო სხვა რამეს ვიტყოდი იცით ეროვნული ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრი ნამდვილად ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და უდაოდ უნდა დავაფასოთ ის რომ ის რაც ამ ცენტრმა მე მგონი მაგასაც ჭირდება რეფორმა მე გეტყვით ის რაც ამ ცენტრმა ზოგადად გააკეთა აი ჩვენი ზოგადად აი მანკიერი მხარის აღმოფხვრაში აქ უდაოა და აქ არ შეიძლება შევიტანოთ რაიმე ეჭვი და ნამდვილად მადლობა უნდა უთხრათ ცენტრის ყველა თანამშრომელს მისი ხელმძღვანელის მეთაურობით მაგრამ მე ვფიქრობ სხვა რამეს იცით აი ესეთი სახით აღარ უნდა გავაგრძელოთ ალბათ საქმიანობა თუ ჩვენ გვინდა ამ ცენტრის ფუნქციონირება გაგრძელდეს და უნდა აუცილებლად გაგრძელდეს ასე მხოლოდ დაუშვათ ზაფხულში ვაკეთოთ ეს ერთბაშად ამდენი ხალხი შევყაროთ იმ სიცხეში იმ სიცხე წარმოიდგინეთ არ გამახსენო ეროვნული გამოცდები ჩემ შვილთან დაკავშირებით როგორ გამოცდა კიდევ რომ ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ასეთ სიცხეში ოფლი რომ მოგდის ამდენი კამერა გიყურებს და ძალიან ბევრი ისა უსიამოვნო ფაქტორია და ამას შეიძლება განაპირობოს ვერ ჩაბარება და უშუალოდ ამ ეს მნიშვნელოვანია ამიტომ უნდა იყოს მთელი წლის მანძილზე მე უნდა შემეძლოს როცა მე ჩავთვლი საჭირო თავს და მე როცა ჩავთვლი რომ მე უკვე მზად ვარ მივიდე იმ ცენტრში
უნდა იყოს სპეციალური შენობა, სპეციალური ფართი ამისათვის და ჩავაბარო ის გამოცდა. 7 გარემოში, როგორადაც როცა მე ჩავთვლი საჭიროდ. როცა ეუბნების არა შენ გინდა თუ არა 15 ივლისს უნდა მოხვიდე ჩააბარო. იმ 15 ივლისს შეიძლება ცუდად გავხდე, ალბათ გავხდე და ასე შემდეგ. და მე რჩება წელიწადს მე მთელი წელიწადი შეიძლება ისე დარჩეს. მე შეიძლება გული აიცვლოს და ბევრი ესეთი ნიუანსია. ამიტომ ჩემი აზრით მაინც უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობა უნდა შემცირდეს, რაოდენობაც და თვით კონტინგენტი თვითონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ მართვა ამხელა კონტინგენტის და ჯერეთი ავიღოთ ახლა 25000 სტუდენტს რამდენი პროფესორ-მასწავლებელი ჭირდება. ყავს საქართველოს ამდენი მაღალი რანგის პროფესორ-მასწავლებელი, რომ მან მაღალი დონის ცოდნა შესწავლა. ფაქტია რომ ვერ ვიღებთ, ბატონო. ამიტომაც არის ფაქტი. ეხლა 3 წუთიც არ დაგვრჩა. ბოლო კითხვაზე მაინც უნდა მიპასუხოთ. დავამშვიდოთ თუ არა თქვენი სტუდენტები, რომ თქვენთან ODR-ი არ აყავთ. ნამდვილად არ აყავს, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად და ოფიციალურად არავინ არ აყავს, მაგრამ თუ ყავს, არც ამაში მე პირადად არც ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს, იმიტომ რომ ჩვენთან ისეთი არაფერი კეთდება, რომ გაიტანოს პირიქით. ანუ რექტორი ვერ გრძნობს მათ ჭალებს. ნამდვილად პირიქით მადლობელი ვიქნები თუ მოვა, იმიტომ რომ კარგი ინფორმაციას გაიტანენ ჩვენ. კარგი, რატოგაცო ჩვენ მოვალთ და ჩვენ გავიტანთ ამ ინფორმაციას. მობრძანდის სიამოვნებით ყველასთვის ღია. არა, რატო ვამბობ, იმიტომ რომ არა, ნამდვილად არ ყავს არა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არ მინდა ახლა დავასახელოს სხვათა ერთი ამბავი ატყდა, აი ბოლო დღეებია, მაგრამ ამ სტუდენტებს ავიწყდება ერთი რამ, რომ აი იცით მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში. ბატონო, მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ პროფესორია, დაიცვა დისერტაცია, თქვათ ერთ-ერთ ადამიანზე ვამბობ, რომელსაც ვიცნობდა ძალიან გამიკვირდება, რომ მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში და შენ მერე სამართალს გიკითხავს, ეს კარგი, იმიტომ რომ მას გამოცდილება აქვს პრაქტიკული, ხო? და მერე მიიღო მან თეორიული განათლება. სხვადასხვა არ მომეწონა გუშინ ერთ-ერთ ადამიანს, ნუ აბრალებდნენ ODR-იაო და ასე და გვარდასახელი და ასახელს, მე ის ადამიანი რა თქმა უნდა ვიცი, იმიტომ რომ პროფესორია, სამართალს კითხულობს, რამდენიმე წიგნია გამოცემული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სულ რაღაც წამები რჩება, არ მინდა რომ ახლა ამას გავყვე, მაგრამ მე ყველაზე მეტად გამაკვირვა ერთ-ერთი პროფესორის ასეთ მამან. მე მართალია გავაკეთე განცხადება, მე პირადად არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მე გადმომცეს თვითონ ვერ ბედავენ და მე ვაჟღერებ რა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა სხვა გეუბნება, სხვა ვერ ბედავს და შენ აჟღერებ, მაშინ უნდა დაფიქრდე ვინ ხარ თქვენ თვითონ. ვინც არ უნდა იყოს ეს და გაოცებული უყურებდი გადავატრიალი, მეთქი ხო არ მომესმა, რომ მე არ ვიცი ვინ არის, არ ვიცი რას აკეთებს, არ ვიცნობ, მაგრამ მე მითხრეს რომ ესეთი კაცია და აი ესე უნდა გააკეთო, გაოცდი. ამიტომ მინდა რომ ეს პროფესორი ვისაც მე მგონი თქვენ გულისხმობთ, ჩვენთანაც მუშაობს 15 წელიწადია მუშაობს და холод დადებითი თქმა შეიძლება და იმდენი სიახლე შემოიტანა მან უნივერსიტეტის საქმიანობაში, იმდენი პირდაპირ იდეების გენერატორია ეს ადამიანი. არა, მე ვიცნობ და ამიტომ ვამბობ და არც არ შეიძლება რომ სხვა მითხრა და მე გავიმეორე. ეხლა მას ცოტა სხვა რამე ქვია. ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენ დღეს გქონდა თემა, რა თქმა უნდა, სტუდენტები და უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და სტუდენტური პრობლემები, სწავლის პროცესები. ფაქტია, რომ ბევრი რამ გადასახალისებელია, გნებავთ ეროვნულ გამოცდებში, გნებავთ განათლების რეფორმის სისტემაში და ჩვენ დღეს გვყავდა რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი მამუკა თავხელიძე, გადაცემა მაყოლებერიანძეს მიყავდა, ეს აზროვნების თავისუფლება იყო, ვიაზროვნოთ, აზრები ბევრია, მაგრამ როცა კარგად ვიაზროვნებთ, ყველა ეს აზრები ლაგდება, არა ბატონო მამუკა, დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა და ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ყველაფერი კარგად იქნება, მე მაინც მგონია, დავწყნარდებით და დავშვიდდებით. მე ესე მგონია, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნამდვილად ვიცი. საქართველოს მაინც ყველაფერს გაუძლებს და ასე იქნება. რა ვიცი, მე სხვანაირად არ შეიძლება რომ ვთქვა და მე მგონი რომ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. რეკლამა ობიექტივის ეთერში. Stereo Plus-ი პირველი ციფრული კერძო მულტიპლექს ოპერატორი საქართველოში. ისარგებლეთ უფასო მომსახურებით და მიიღეთ არხების მრავალფეროვანი არჩევანი. მომსახურება ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში დეციმეტრული ანტენისა და DVB-T2 სტანდარტის მიმღები მოწყობილობის საშუალებით. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 205 12 12. პატივცემულო ტელემაყურებლებო,
მედია კავშირი ობიექტივი, აგრძელებს